გამარჯობა. ახალი დღე გათენდა. დღეს არაფერი არ გვაქვს გეგმაში და რადგან ამინდის პროგნოზი უღრუბლო ამინდს არ ცხადებს, ვიფიქრეთ რომ წავიდეთ მირტოს სანაპიროზე და ამჯერად შევიდეთ წყალში. თუ გამიმართლებს, ძალიან დიდი იმედი მაქვს. შესაძ განახებთ. დილავშიდობისა. სად მივდივართ, ბოლო? მირტოსზე. სად შექმნენ ჩვენი თანამშრომლები? ჩვენ სანაპიროზე მივდივართ, ხო? მანქანით ეხება გახსოვს. მოკლედ იქ შევხვდები. სტრესი კი არა, თურმე უკან მოწყობილია. აი ერთი ესეთი ქარავანი რა კარგი იქნებოდა. ხო, ვაჟამ შორტები ჩაიცვა. ოფიციალურად გამომიცხადებია ზაფხულის სეზონი დაწყებულა. ყველაზე მაგარი შეგრძნება. კარგია ჩვენი თანამშრომლები. ასე მშვიდად გაყინულ წყალში ბანაობს. თან ისეთი ცივია, ფეხსაც ვერ შედგამ შიგნით და ამას შეხედოთ. კაი, იყო მოგეწონა? არ მაგარი. დავიძებროთ. ის მომიდორა ის. შეიხუნო. ახედია პროსტა. შევიდე მეც? მო დაჭი. მაშინია. არა, არ არის ძალიან ის შეიჩვა. მოიდი. მაგარია. იმოძრავე, არა მოხვიდა ეგრევე. არ არის ეგეთი ცივი. იმოძრავე ცოტა ხანი და შეიჩვევი. რა ფიმფამფლო ადამიანი ხარ. ფიმფამფლო რას გინდა ისე. წაიღე ტელეფონი. შევალ მე. უიმე ჩემი სიყვარული. არ მოყვება სახში. როგორ შეიძლება აქედან წახვიდე? ზღვიდან მოვედით. ძალიან ბედნიერი ვარ, აი ისეთი სავსე ვარ და ისეთი განტვირთული, რომ რავი ამაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს. თან მზეც რომ იყო, თან კარგი ამინდი, აი მართლა ძალიან კარგი იყო და არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ საჭმელი უნდა მოგვიტანონ ეხლა და დავხვედროდით. თუმცა ხვალ იქ ვიქნებით მთელი დღე. ხვალ არის ჩემი დაბადების დღე და ვაჟა შემპირდა რა თუ გინდაო. მთელი დღე აქ ვიყოთო და რა თქმა უნდა ამას ეუბარს არ ვიტყვი. მოვიდა ჩვენი საჭმელი. ეს არის პიურე და კატლეტი, როგორც ჩანს და აქეთ გვაქვს ოსპიო თუ რაღაც ეგეთი დავნახოთ აბა. ხო, აქ გვაქვს ოსპიო. ხლა უთხრა ჩვენმა თანამშრომლებმა საჭმელი რომ მოგვიტანა, რომ დილისაცაძეო რაღაც საქმეები გვაქვს, რაღაც რემონტებს და რაღაცებს ვაკეთებენ ბიჭები და შეხვდებითო და წამოდიო, ვაჟას უთხრეს, მეც გავყვები ხა სახში რა ვაკეთო. მაგრამ ჩვენი ზღვის გეგმა ჩაიშალა. სამწუხაროდ. წყალი გადავლე, გამოიცვალე. ველოდები ვაჟას, წავიდა მარკეტში. აი მოვიდა.
სახეზე გადმოიღო შუად. სად შეიმალე? მესმის რაღაც ხმები. უიჭველი რაღაცები და ჩემი დაბადების დღეს. არ ჩამოხვიდეო. არ ჩამოვდივარ. არ ეკონა რომ აივანზე დავხვდებოდი. აი არ შევაჯე. სუპერ. აუ რა ლამაზია. ეხლავე. შემოვიდე? რამაზია რანათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ჩემი სიყვარული დაბადების დღეა ჩაკ სად ნახე გიხოცები ამ გადაკარგულში თურმე რატო დაიგვიანა ჩაფიქრე სრული ჩაიფიქრი სრული და ჩაკ გილოცავ ხვალ ვერ მოვასწრებდი ასე რომ მეც არა თქვი არ ნახდება დღეს მაქვს დაბადების დღე მიყვარხარ მადლობები ჩემი გამარჯობა ახალი დღე გათენდა გამოვიყურები აი ასე ეხლა უნდა მივიდიოდეთ სანაპიროზე და მე რესტორანში მაგრამ როგორც მოგეხსენებათ გეგმები ჩაგვეშალა ნუ ვერაფერს ვერ ვიტყვი ამაზე იმიტომ რომ სამუშაოდ ვართ ჩამოსულები თუმცა არა იმაზე რაზეც დღეს მიდის ვაჟა უბრალოდ ცოტა ჩახლართულია ყველაფერი რადგან რესტორანი არ არის გახსნილი წესით უკვე მუშაობდეთ და ამის გამო არ მუშაობთ და ამდენი დღეები ტყუილად ვართ აქ ტყუილად ჩამოგვიყვანეს უბრალოდ და მხოლოდ გასავალი გვაქვს ამიტომ კარგია რომ აი დღეს რაღაც გამოვნახეს და გოგოებისთვის ჯერ არაფერი არ არის რა ვიცი ნახოთ აი ესე ველოდებით ჩვენც არ ვიცით რა როგორ რა დღეებიც გვაქვს ვცდილობთ რომ შევირგოთ და დავისვენოთ და გავერთოთ და მოვინახულოთ აქაურობა მაგრამ რაღა მაინც და მაინც დღეს მოუნდათ რაღაცის გამონახვა. აი მაგაზე დამწყდა გული, მაგრამ არა უშავს. დილამშვიდობისა დღეს ამ ლამაზი გოგოს დაბადების დღე არის. მაგიტომ წყდება გული ესე ძალიან, რომ დღეს მაინც და მაინც გამომინახეს რაღაცა. არა და სხვა გეგმები გქონდა. არა უშავს, გუშინელი სურპრიზი ჩაგეთო. მიყვარხარ. მე. და გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა. აქ გავჩერდით მარკეტში. ყველაფერია. ჩვენ თანამშრომელიც არის აქ. ეხლა აქ შევჩერდით. დავმარჩიელობთ რა ხილია ეს. Portocali არ არის, ლიმონი არ არის. Το μέσα είναι κίτρινο και δεν είναι τόσο πικρό όσο το grapefruit. Είναι λίγο πιο γλυκό. Νομίζω ότι είναι πόμελο. Πικρό πόμελο. Α, τι λες. ფოტოშოპში საკმაოდ ცივა. რა ვიცი მე შიგნიდან ოპტი, მაგრამ გარედან ორი მუშაცხელი მაჩია. და სავარაუდოდ ისედაც ვერ წავიდოდი სანაპიროზე. გულს ვიკეთებ. წამოდით ახლა ვნახოთ რას აკეთებენ ბიჭები. რას საქმიანობენ. რა შევიდე?
ესეთი უნდა იყოს საბოლოოდ ჩემი რესტორანი. როგორც ამბიკაზეა. სიკამოვიდა. სად უნდა ვიყო წესი ხო? მოკლედ რაღაცნაირად გავიყვანეთ დრო აქამდე. მიტას უღოპარაკებოდი და თან ბილიარდს თამაშობდით. ისე ვიზაგრებით ამზეში. მაგრამ ფონი მიჯდება და წია ვქნა. ბიჭებს დავხედოთ. ესენი ისევ ესე წეში არიან. გადავწყვიტე რომ აქვე ახლა გავისეირნო, ოღონდ ძალიან შორსაც არ წავალ, იმიტომ რომ არც თუ ისე კარგი ორიენტაციის უნარი მაქვს და შეიძლება დავიკარგო. ოღონდ ჯერ ტელეფონს დავტენი, ვინმეს ვთხოვ თუ აქვს დამტენი და თან გადავიღებ რაღაცებს. რაღაც სანაპირო ვნახე, 40 წუთის გზაზეა ფეხით და ვფიქრობ ხوار წავიდეთ თქო. მაგრამ მე მგონი კარგი დიდი მანძილი გამოდის იქ ჩასვლა და ამოსვლა. არ ვიცი რამდენად კარგი აზრია. თან ესე კუნძულზე რა ვართ ხოლმე. ვაჟა ნერვიულობს მარტო რომ მივდივარ სადმე. და მოდი არ ვანერვიულებ. არ სად მივდივარ. აქედან ვერ გამიგნია გზა და მოვედი აქ ბრაკესთან. არ ვიცი რა მიმართულებით წავიდე. ეს მიმართულება ავირჩიე. და ვნახოთ აბა რამე ვამას თუ გადავაწყდებით. იაუ, ნუ გიშინია იაუ. ხო, მოგეფერო? არა. მოგეფერო? მაიკი. არა. გავაგზავნოთ გზა და ზეთისხილის ხეები. იმ რაოდენობით. ისე რასაც აქ ხედავ უმეტესად რა ხეთს ჭარბობს არის ზეთისხილის და კვიპაროსები. სხვა ხე ესე მრავლად მე არ მინახავს. აი ნაძვებიც არის რა, 1-2 აქ. აი ცხვრებსაც გადავაწყდი. ისინი ცხვრები არიან ხო? რაღაც ძალიან დაგრეხილი რქები აქვთ. წესიც ცხვარია. ლეღვის ხეებიც ბევრია. ამას გავსინჯავდი, მაგრამ ჯერ ადრეა მოსაწყვეტად. ძალიან მომწონს ეს მინდვრის ყვავილები, ძალიან ლამაზია, ფერად ფერადი. საოცარია ბუნება. ნახეთ. ყაყაჩოები რაღაცნაირად ბავშვობას მახსენებს, არ ვიცი რატო. აქ საბერძნეთში ხშირად შეხვდებით ესეთ პატარა სალოცავებს და აკეთებენ იმის ზეზით, რომ იმ ადგილას რაღაც ავარია მოხდა, ავტოავარია და მის სახელზე, გარდაცვლილის სახელზე აგებენ ხოლმე. როგორც ხედავ აქ უკვე სხვა სოფელში შევედი. არ მგონია რამე განსხვავებული ვნახოთ. სახლებია სულ და მოდით ერთად დავათვალიეროთ სახლები. ესენი როგორც ხედავთ ყველა ცარიელია. გასაქირავებლად არის როგორც ჩანს. აი რა უმიზი ყვავილებია ისე ყველგან არის. ყველაფერი როგორი მოწესრიგებული აქვთ. ყვავილებიც. ძალიან მაგარია აქ ოჯახთან ერთად ბევრნი რო ჩამოხვალ თან მეგობრები. ამან დამაინტერესა ეს ტელატა აქ იწყება და იქ მთავრდება. გადახაზული როა თუ რა ხდება. ეს პატარა ტერიტორია, ერთი სახლი. ასეთი ხეებიც ძალიან ბევრია აქ და
სხვათა შორის არც ისე კარგი სახელი აქვს სოციალურ ქსელებში. ესე იძახიან, რომ თუ ამ ხეს გადაეკრები სიკვდილის მონაწილეობა. და აქ ყოველ მეორე ნაფისზე გვხვდება. ამიტომ ვისაც გჯერათ მასეთი რაღაცეები, აქ არ ჩამოხვიდეთ. იქეთ საინტერესოს ვეღარაფერს ხედავ. თუ იქნება შორს, ამიტომ ჯობია დავბრუნდეთ ისე უკან. მე მგონი შეჯვარების პროცესში მოუსწარი. ამ გზას რო ჩავუყვეთ, ნეტა სადმე გვიყვანს. მოდი ვნახოთ ერთად. ასეთი ჩვენს გვაქვს სხვათა შორის სახლში. ოღონდ პატარაა ჯერ. ახლა გვაქვს არჩევანი. მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნივ. აუ, აქ სახლია, ამიტომ მარცხნივ წავიდეთ, მაგრამ ჯერ ამ სახლს გადავუღოთ. მარცხენა გზას გამოვუყევი და რაღაც ნანგრევებს ხედავ წინ. მივიდეთ და მერე უკან მოვბრუნდები. გესმით ეს ხმა? ბაყაყების ხმა ალბათ არა? სულაც არ ყოფილა ნანგრევები. რაღაც ორიგინალური. არა ნანგრევებია, მაგრამ ორიგინალური ღობის ნაწილია. ასე ქვია ვილა ნემუს. ნეტა შიგნიდან როგორია, აქ რო ავიდეთ, არ გამოჩნდება? ავედი, მაგრამ არაფერი არ ჩანს. აქედან შემოვაროთ. საინტერესო არაფერი. ვერაფერიც ვერ ვნახეთ. დაბრუნდეთ ისევ უკან. აბა აქედან ჩავიდეთ. თუ მიდის სადმე გზა. დღეს რაღაც exploring კონტენტი შემოგთავაზეთ, ასე გამოდის. აი რას უმიტრიალებს ჰაერში ყვავილების რომ იცოდეთ. აჰა, აქაც შიხში აღმოჩნდით. ესეც ძალიან განსხვავებული და საყვარელი სახლია. აჟამ დამირეკა, საჭმელი გამიზადისო და ავალი ხარ შეიძლება, მაგრამ არ ვავეთიო. ჩემთვის მაკარონი გაუკეთებიათ. შერაჭამე პეწი? ბრინჯი ხოსხოცით. კარგი იყო. ესე შესვენება გვაქვს. ვიალიმა. ჩვენი სახლში წასვლის დროც დადგა. საჭმელიც მიგვაქვს. აჟამ მოახერხა თითი გაიჭრა. ეს ერთი და ეს მეორე. დიდი არაფერი. ну თითი არ დაგიკარგავს. მისი არ. Βλέπω το ποτήρι έξω. აი შეხვეული აქვს ხელი. Λέω να το άλλο. სახლშიც მოვედით. 5 საათია. ჯერ კიდევ არის ისეთი ამინდი, რომ სანაპიროზე მოვასწროთ წასვლა. აჟამ მეუბნება წავიდეთო. იცის როგორ მიყვარს ზღვა. მაგრამ ძალიან დაღლილია, მეც დაღლილი ვარ. და და მოტოციკლებზე დაждდეს. და თან ზღვაზე კიდე ხა უფრო დავიღლებთ რა, ამიტომ ალბათ სახლში ვიქნებით დღეს. აქ ჩვენ წინ ორი ცხვარი დგას. წეღან იდგნენ და გვიყურებდნენ. ზოგადად ამათ ზარები კიდიათ ხოლმე და მე მგონი ამათ გაქცევის გეგმა აქვს შემუშავებული და შუაღამეს ფერმიდან გამოიპარნენ. უი, მეტნი არიან პაც. ბევრი არის. გეუბნები მუთქუნები ვარ, ხო, ხარბიან. არ ვიცი თუ ჩანს. მაგრამ გაშეშდნენ და გვიყურებენ. მოწმეები არ გვინდაო ალბათ. სასიამოვნო სიწყნარია გარეთ და გადავწყვიტეთ
აი ესეთი ცარიელია აქაურობა. ჯერ 9 საათია. ზოგი რესტორანი, როგორც ხედავთ, დაკეტილიც კი არის. კაცის ჭაჭანება არ არის. აი, ამ რესტორანში მაგალითად არავინ არ ზის საერთოდ. ნუ დღის მანძილზეც დიდად არ გამორიჩევა ხალხმრავლობით აქაურობა, მაგრამ სავარაუდოდ ეს ამ თვის ბრალია. ცხელ სეზონზე, რა თქმა უნდა, აქაურობა გადავსებული იქნება. და არა მარტო აქაურობა. რა თქმა უნდა, ფეხბურთს უყურებთ. ისე როგორ ჩაივლიდა ეს დღე, რომ ყვარას თამაშისთვის არ გვეყურებინა. ეს დღეს დასასრულს უახლოვდება. ისე ვიყავით სახლში, რაღაცებს ვუყურეთ. ამასობაში დაღამდა კიდევაც. დღეს კარგადაც დავიღალეთ. ხო. იმედია ისე ამოვნეთ ამ vlog-ის ყურებით და ხვალ ისევ შეხვდებით. კარგად.